სალამით ზემოდებო, მოგესალმებით ცუდი ხელოსნის არხზე. დღეს გადავწყვეტეთ, რომ დაახლოებით ალბათ 20-25,000-იანი შენობა ავაშენოთ ისე, რომ ეს არ იყოს სტანდარტული ბეტონის შენობა რა. რო იშლებოდეს და რო არავინ მშენებლობის ნებართვა რო არ ჭირდებოდეს. ანუ სახელოსნოს ვაშენებთ ჩემთან ეზოში. ზომა არის 6 მეტრი, 6 მეტრზე, იმიტომ რომ ტრუბა კვადრატის გადაჭრა არ მოგვიწევს და ბევრად მარტივად იყოს რა. როგორც ხედავთ, იდეაში ჩავალაგეთ, აქ ტრუბა კვადრატები არის 6 მეტრი, 6 მეტრი და იქით და აქეთ აქვს კიდევ 6 მეტრი. ანუ 6-6-ია შენობა. შუაში გავუდეთ ბალკა, იმიტომ რომ მუცელი არ გაეკეთებინა და მიწაში ჩავარჭეთ არმატურით, რომ ეს არ იყოს რაღაცა ვიბრაციები რო არ ქონდეს და 10 სანტიმეტრზე დავუსხავთ ბეტონს, რომ დაბლა არ წაიღოს ეს შენობა წვიმის მერე რა. მარტივად მორჩა დაახლოებით 2 საათში მოვშით ქვედა საძირკველი. ამაზე მე ზუსტად გათვლილი 5 მეტრიანი პოლის ფიცარი გვაქვს, იატაკის ფიცარი გვაქვს, მოკლედ რო გითხრათ. ეს პოლის ფიცარი აქვს და ესენი დალაგდება შიპებში, შილაგდება ისე რომ არც ჩაშურუპდება, პროსტა დალაგდება და ზევიდან კიდე სიმყარეს მოგცემს. გვერდებზე იქნება 3 მეტრი სიმაღლე და 6 მეტრი კედლები. შიგნიდან იქნება ფანერა გამოკრული, ყველაზე მარტივი რაც არის, ფანერა და შუაში OSB ექნება გარედან, რომ დიდხანს გაძლოს იდეაში. ალბათ 2-3 წელი ვარაუდობ, რომ წვიმაში და ქარში ეგ გაძლებს. შუაში იზოლაციისთვის დომინოში ვიყიდეთ ქვაბამბა, რომელიც ჩაულაგდება და წესით სითბოს დაიჭერს ზამთარში. ამას უკვე შევხედავთ. მაგრამ რეალურად ეს შენობა ალბათ ვინმეს თუ გინდათ სახში ან შემთხვევითად აი კალასახლი როგორც არის აშენებული, ეს ბევრად მყარი იქნება, იმიტომ რომ ეს რკინის კონსტრუქციაზე კალასი ხისა გამოვყვება ქვევიდან და всё. სვარკა გინდათ, ამებს დაალაგებთ, გაასწორებთ, ყოველთვის დიაგონალზე გაზომეთ, რომ ზუსტად იდგეს შენობა და გვერდებში დაასვარკებთ. ბალკას ქვევიდან ამოუდებთ, მიაპრიხოთ და მთავარ საყრდენ წერტილზე დაასვარკებთ, რომ სიმძიმის ცენტრი ზევიდან რო აწვება, ზევიდან უკვე სვარკა აღარ უნდა, რომ ზევიდან ენდება, მაინც არაფერი არ მოვა. და დაასვარკდება. რაც შეეხება დანარჩენ სიმყარეს ახლა. სიმყარე რავი. აკრობადი არა ვარ. აკრობადი ვინ არის? ჩემ ძაღს ვქია ბადი. მაგრამ ვიბრაცია აღარა გვაქვს. ცარიელ რკინაზე, თან ამაზე ზევიდან ედება იდეაში ეს პოლის ფიცარი. ეს მოვჭით, შეეხა უკვე შემდეგში კედლებს დავამაგრებთ და ამ ბეტონს ჩავუსხავთ რა. ბეტონის ჩასხმა წინაზე კი გასწავლეთ. სვარკას და ჩვენ ვიყენებთ, ეს არის ქროუნის სვარკა, ინდუსტრიული, ჰოლსტ-ჯიზე შეგიძლიათ დაბლა მოცემულ ლინკზე შეხვიდეთ და იყიდოთ. ფასდაკლებით იქნება ალბათ, არ ვიცი. რაც შეეხება თვითონ კემპს, ეს არის კემპით დავასვარკე ყველაფერი, იმიტომ რომ ჭხირის სვარკას ვერ ხმარობ, არ ვიცი. CO-ზე მუშაობს და ბევრად სუფთა სვარკა აქვს და რო დაასვარკებ, ხვდები რომ ის არის დასვარკებული რა. ეს ჭხირით უნდა ელოდო, როდის გაცივდება, მე ტკაცანს იძანს, ატყა და თავიდან მოკლედ მიარტყა, ჩემთვის კომფორტული არის კემპი. ახალი შპინდელის ქუდია, ავტომატური დამუქებით, დაჟე ბარგალკაზეც მუშაობს, რომ ზუსტად ხედავ რა სჭრი რა, თან არ გეყრება. ლურჯი განათებით არის, ძალიან კაია. რაღაც 120 ლარი ღირათ რაღაცა, მაგრამ იდეალური არის რა, ბევრი ფუნქცია აქვს. თავისუფლადაც კაია. მოკლედ, ჩვენი სპონსორია როგორც ვთქვით, HolsG, ამ ყველაფრისა. ეგენი რო არ იყვნენ ფიზიკურად ცულით და ჩაქუჩით ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ამიტომ ნებისმიერ ტექნიკა, სამშენებლო ტექნიკა იდეაში HolsG-ზე. ასევე კარლაინი არის ჩვენი სპონსორი, აქვე გითხრათ, რომ ძალიან მარტივად მანქანის ჩამოყვანებით დილერებთან მაქვს კარგი წინადადება. მანქანები ვისაც ჩამოყავთ, უბრალოდ მიდით კარლაინთან და ვწყარით მანხარას ვიდეო ნახე და ფასდაკლებას გაიკეთებენ და შეადარეთ ფასები, ეხა სადაც ხართ. მაგალითად, თუ ხართ ეხა შიმპანზ ტრანსში ან რამე ეგეთ ტრანსით თუ ჩამოგაქვთ, უბრალოდ ფასები დაათვლევინეთ ერთ-ეგივე მანქანით და მიხვდებით, რომ მანხარას პრომოკოდით ბევრად იაფად, ანუ თუ 10 მანქანა ჩამოყავთ, ალბათ 2000-3000 დოლარს გაგისხავებთ. ანუ 10000 ლარი არის ეს რა. ეს გეუბნებით 10 მანქანაზე. შეიძლება მეტიც იყოს განსხვავება. ამიტომ დაათვლევინეთ და უბრალოდ კითხეთ, რომ Carline Auto Import-ში მიდიხართ მახარას სახელით და ეუბნებით, რომ ჩვენი ძმაო ვართ დილერები და მახარამა იაფად იქნებაო. და გადაითვლიან, მე შეადარეთ თქვენ არსებულ ფასებს და ამწერეთ კომენტარებში რა, ბევრად იაფი დაგიждდებათ. ეს იყო Carline. პროექტი არ გაჩერებულა სახლი მანქანის და ეგეც იქნება. ველოდებით ხა ავეჯის დამზადებას. ხელოსანი გეტყვის, არა ძმაო ერთი თვე მინდა მინიმუმ 6000 ლარს ხელობაში წკაპ მორჩა რა. თავარია ლოგიკური აზროვნება. თუ რომ მეკითხვა გიშდებათ, დაწერეთ აქ კომენტარებში ან ცუდი ხელოსნის Facebook არხზე მოგწერეთ, ყველაფერზე პასუხი გვაქვს რა. წავედით ახლა შემდეგ ეტაპზე.
მოკლედ დღე მეორეა, მარტივად ეს ხო ავაწყებთ. თორსა აქ ერთ-ერთი აპდეიტია ის, რომ ბეტონი ჩაუსხით, რომ სიმყარე ქონოდა და არ გადაყირავებული იყო, სიმძიმე რო ქონოდა, მიწა აქ მიყრილი თუ პროსტა ბეტონზე ზის ბალიშივით რაღაც პატარა ჩაუსხით, არ წასულიყო მიწაში. ეხლა ხო გახსოვთ იქ სტუდიის კედლები, ისინი წამოვიღეთ, კილები უკვე დამზადებულია და პროსტა მივადებთ ეხლა ამას რა. იზი. საერთოდ ჯამში ეს შენობა რაც დავითვალეთ, იყო 4000 ლარი რა. ჰა? ხო, აქედან გვერდზე ადგება რა. ხო, თუ ადგება სიო. ხო ჩადის ზუსტად მან. ხო. სიო ეგარი. ცოტა აი ესე ალბათ მოდების მერე გავარჩევთ მაგას. არა, მათ ჯობია, ვიდრე რომ დავაი საჭიმი გვინდა ეხა? ეს მიჭირა. საჭიმები აწლება. Ho. შეიძლება მიჭი. ჯერ სამუშაოა. დავაწვია. მოიცადე. მოიცადე. ტენი სულ ეს გამზადდა, იზი არის ხო გეუბნებით 4000 ლარად. ეხლა შენობაც ეს გამოვა. ჩემი უნდა იხადოთ 20000-ები და თუ იმის ბიზნესი გაქვთ, რაღაცა მიწა გაქვთ და გინდა რომ რაღაც შენობა გქონდეს, ეხლა განახებთ როგორ შეიძლება მარტო შიგნიდან ხისა ხო არის, ფეჩი უნდა დავდგა, კალა. იმენა ფეჩი. მართლა ნახე 60 ლარიღის ბრძოლებული ფეჩი, ვაშლი უნდა შევწვა ხოლმე ზედა ჩაი. მაგრამ მევასება რა. წერეთლის წვადები. ხათენი და შიგნიდან თუ გარედან თუ რა მნიშვნელობა? ორივედან უნდა იმაქ რა ფერა მნიშვნელობა. რა ატეხავს თუ რა? რა? კარი შენები ხურები. 3 მეტრი რო იქნება სიმაღლეში. სადაა? ილაპლაპეთ. ამას ეს აქ ხიდები აქ მე. აი მე ვიცი, ატო ჩაი ვიქნები მე რა. მე ვიცი ეგეც. მასვალკინა იქ რამაზამა. ხო არის მოშორილი ესე რა. რამაზამა მასვალკია ძლივს ავაძლეთ ესენი შეჩემა. აი ესენი. აი ეს ჩადუღებული მქონდა ორი ცალი კემპით იმენა დაიჭერდა. აფ. სულებას არ გვაძლევს, იმიტომ რომ არა, ჯერ კუთხეები და ამაკ. ჯერ ამებს დავამაგრებ. ხო, მე 10 მმ მეტი აქვს, მაგრამ მაგას ჩასუფთავებთ. ტრუბა კვადრატი 6 არის, 6-6-ზე 3 მეტრი სიმაღლე, ანუ გამოდის 6-6-ზე 32 კვადრატული. 32 კვადრატული ცირაღი ის. ხო, თან ვერავინ ვერაფერს არ ვთქვი, იმიტომ რომ ეს თავიდან ვფიქრობდით ბოლტებზე და ბოლტებით აყვანაც კაი ვარიანტია. ოცა დაგვეზარე ხა სიმყარეს ნახანაკ ვაკეთებ, ცვალკით გავაკეთებ, მაგრამ თუ ისეთი რამე გაქვთ, შეიძლება ერთ წელში გადახვიდეთ, ჩახვრიტავთ 4 ბოლტს გავუკეთებთ და всё არაფერი არ უნდა რა. აქედან ფანერა გამოიყურება, აქ დათმუნება ჩალაგდება და დათმუნებისაკეთ DSP-ს ნახერხი რაც არის გარე გამოყენებისა. ეგ გავუკეთებ. შიგნით დიდი ალბათობით დავიჭერთ სითბოს. ესა რომელი არის რამაზა? წინაზე ეს გამოვიყენეთ? არა, წინაზე სვალკაზე ეს გამოვიყენეთ. მოკლედ მეგობრებო, ვის თუ არა ჩვენ უდროო ხალხს ღამის საათებში ვის მოაფიქრდება რომ რამე აწყოს ან იყიდოს რა. დღეს ახლა არის 8 საათი, 8 საათზე მე შემიძლია შევიძინო ნებისმიერი პროდუქცია, რაც მჭირდება ხოლმე რაღაცების აწყობას და დილით აღარ გავიდე. დომინოში შეგიძლიათ საღამოს საათებში დაღლი რომ მოდიხარ სახში, საღამოს საათებში მიხვიდეთ იშოპინგოთ, პრობლემა არ არის. 10 საათამდე 10-მდე შეგიძლიათ ანუ 10-მდე ტრუბა კვადრატის ყიდვა რომ შეგიძლია ამ ქვეყანაში, ეგ უკვე კარგი არის რა. გაიხარჯო სალამ. ეხლა შევიდეთ და შეგიძლიათ უცებ დავთვალოთ რაღაცეები ძეგ. ეს არის USB, ეს 0-იანი, ამით უნდა შევფუთოთ და ამას მე წავუსმებთ იქით სილიკონი იყიდება, სილიკონი რა.
თხევადი რეზინი ხდება, რო წაუსვენ, რომ უფრო ექსპლუატაციის ვადა გაიზარდოს რა, ნეოტექსისა. ეს ხდება ზედაპირებისთვის იყენებენ ამას. და ამ ზედაპირზე იდეაში როგორც რეზინი ისე ხდება რა. აი როგორც ოღონდ გამჭვირვალეა და შეგიძლია ნებისმიერი, აი ესეთია, ოღონდ გამჭვირვალე არის და შეგიძლია ნებისმიერი პიგმენტი იხმარო და იმ ფერზე დასვა რა და ეს არის ეხ დიდებს წავიღებ ფორცალს 80-იანებია რა. 400 ლარი ეს რაღაცა 200 ლარი ჩათვალე რა. მაგას წაუსვენ გარედან რომ ის OSB უფრო დიდხანს შევინახო. აფიცა გამოვართ. წითელი მასლიანი. ესე იგი, შურპებსაც შეეხება სამიანი ხის რკინის საჭრელი შურპი უნდა ავიღოთ, რომ ხეები ეგრე დავამაგროთ. და ზევით სახურავს რაც ვაყენებთ, იქ იქნება 10-იანები რა. ხო და აქ მაგიტყვა სწორებს, რომ ყველა შურუპია და რაღაცას მაინც მოძებნი რა. ის არა მაგზმო, ის არა მოკარა, აბსოლუტურად ყველაფერია. რა ხისას ვაკეთებ ყველაფერს. კალას კი ვაჩუქე და მე აღარ დამჭა რა და ეს ორცალს ამას შევაგდებ, რომ რაღაცა რო იყოს უცებ ჩააცალო რა. მაგრამ ჯობია რომ ხის სახლზე დიდები აიღოთ ხოლმე, იმიტომ რომ დაგაკალდეს, აი ჩაქრობის დროს რომ დაგაკალდეს. ძალიან ცუდია, მას აი შენი სახლი იწვის და აკრობ და ვაიმე, აღარა გაქვს ხო? ცუდია. ჯობია მორჩეს ვიდრე დაგაკალდეს. თან მithumetes როდესაც ხის სახლის ჩაქრობას ეხება საქმე. ესე იგი ტრუბა კვადრატი გინდა ძია კაცო. 8-4-ზე მინდა 1 2 3 4 5 6 7 8 10 შოლტი მინდა მეტობით წავიღოთ. 4-8-ზე გვინდა 20 ცალი, 4-4-ზე ბოდიში. 4-4-ზე ზევითი ხო? ეგ 20 ცალი ფანერა. აფანერას ხა უნდა გამოვწერო, ხო? 20 ფანერა. OSB. დაპრესილი. ხო. სანამ ამობეჭდავი, მანამდე შეგიძლიათ თავი შეიქციოთ და გაიზომოთ რამდენი ხარ სიმაღლეში. მადლობა. ოქრო ხარ. So, ცოტათაც რომ მოდიხარ, სხვა ძები კი არ და იმაში. დომინოში უნდა იცოდე, რომ ეს არის ძალიან კაი საშაქრე და ყავისთვის ეს არის მithumetes კარგი, იმიტომ ეს ვაკუუმით ეხება და ყავის მარცვლებს იგივენაირად ინახავს და მე ვსავიღებ და ზოგადად ესეთი შუშის რაღაცები ძალიან კაია. ეს არ გვინდა რა ცერეთ სვახატია და ცუდად ხვდები. იწა მოდი. თელი ბავშვი ამის ოცნება არ ქონია? ესეთი რო ქონოდა? არა. რატო? ეგ აწევ და მოდის. Вообще იმისთვის მინდა აი ეს თუჯის სტაფა მინდა. Вообще. ლოკისა, მაგრამ ესეც რა. აი როგორ ეს თხელი ტაფა მინდა, ოღონდ აი ზედრო დავჯდე და შკურკა რო უსვარო არა. აი ესეთი ტაფა მინდა. ოღონდ შკურკა რო უსვა არაფერი არ მოძიოდეს რა ომლეტისთვის. აი პატარა რაღაც. აბა რა არის? რა ბლინები ომლეტია. ეს რა არის? აი? მაგრამ ესეც გაფუჭდება, ხო? აი ის მინდა რა ხო, ალუმინა, აი ცოტა დაღრეჯილი რო იყოს. არა, თვითო ეს სარესტორნო არ და მე ხო ჩემს სახში აუ იმენა მარიამ გადამიყვან ხოლმე შენ კაი დაზდე რა. მე ტაფები და ჯამები წამოდი. წამო. ოუ, ნახე. პრეზენტაციის ეს რაღაც ჩვენ 3 ცალი არ ეყოფა ესა თუ 4. ძალიან ხოლამაზია ხა, გვიჟდები სწორად 4 ცალი? პურს დაჭრი იმას, რაღაცას დადებ იმას. სუფთა ძალიან ლამაზია რა. პატარა ულუფები. და ეს რატო არ მოგწონს? ესეც და ესეც ძალიან ლამაზი არის ჯამისთვის. ეს ხა სპაგეტის რაღაცისთვის, ესეც კაი არის სპაგეტისთვის და ესეც კაი. ესე იგი, ძალიან გამიგრძელდა აქ ყოფნა, იმიტომ რომ ეგრე ვიცი რა ბავშვით ხო გითხარით წაღან. წავედით ხა სახლს, კი არა და საქმეს მივხედოთ და სამთავრობელია შენობა. წავედით. მადლობა დომინოს. ულტრამეგა თანამედროვე შპინდელის ნახატიანი იმენა ძმო. ეს ძალიან კაი არის. წვიმა დაიწყო. ხო, მითხრა. და ეს არის ქროუნის კემპი, რომელიც რავი იმენა, აი, პროსტა ეს დაატოვებ და თვითონ ადუღებს და რომ ხომ მზად არის. მართლა. CO-ზე მომუშავე. მადლობა, რა თქმა უნდა, Host G-ს. წვიმის დედა. მოკლედ, სვალკისტი გიორგა, სვალკას მოვშით ერთი სართული მზად არის.
მე ხვალე მეორეს დავადებთ და ეხლა დაიწყება პოლის დაგება იდეაში რა. პოლს არაფერზე არ ვამაგრებთ, თქვენ თუ სტაციონარს გააკეთებთ, შეგიძლიათ ჩააშურუპოთ მე, მაგრამ ეს არის შიპებიანი რაც წამოვიღეთ დომინოდან. დედალ მამალი და შედის ერთმანეთში. ეხლა ტაიმლეფში ამის ტაიმლეფსი ძალიან მიყვარს რა. ეს არის ეს შიპებიანი აქ. დანარჩენი ესენი შიგნიდან გამაგრებულია, გარედან გამაგრებულია. ქარი ვერაფერს ვერ უწევს რა. ისა, აი ხო. მაგალითად, ნასვარკი, შიდა ნასვარკი. ნასვარკი შიდანაც დაახლოებით 50-60 სანტიმეტრი არის რა. ყევის უნარიც აღარ აქვს, ო, ეგ არის. ეხა უკვე ფიცარი. დაგვათენდა, თუმცა მოვჭით, აქეთ ამხარეთ დაგებულია, როგორც ხედავთ, წკაპ, მზად არის, ფიცრები ოდნავ დაღუნული იყო და მივჭიმეთ და ისე აქა-იქ ჩავარჭეთ შურუპი, მაინც მოითხოვა შურუპი, დანარჩენი საკონცერტო დარბაზი რა, ეს ფიცრები რა მოვა და იმას იზავს, რავი, ეს ფიცრის ფასი დამავიწყე და 5000 ლარამდე ავდივართ ამის ღირებულებაზე რა, თავის სენდვიჩების, სენდვიჩს ხვალე მოვიტანე. და ეს ამით დავამთავროთ ეხლა. კი არა, ანუ ეს ვიდეო არ მთავრდება. ეხლა განახებთ, მაგრამ დღევანდელი დღე მორჩა და ხვალინდელ დღეს უკვე დავიწყებთ იმას. გონი რავი რა, ნორმალურია. დაწერეთ კომენტარებში ნებისმიერი კითხვა, რაც ცუდ ხელს გაინტერესებთ, იმიტომ რომ მე ყველაფერთვის დავთავარო პასუხი გაგცეთ რა. Რამდენი კვადრატი გამოდის? დღე მეორე თუ მესამე სათვალავი ამერია. კემპის გრძელი თავი ვიყიდე. აწი უკვე დავისვენებ. ზედა მხარე დავაყენეთ ესენი, ზედა იგივენაირი პრინციპით. და 4 რვაზე გადავუდეთ ბალკები, რომ აქეთა-იქეთა ის კონდეს. ქარი გათვლილია 8 მეტრი წამში, იქიდან ურტყავს, აქედან ურტყავს, ამიტომ გადამაგრება ხდება ამითი. თან გელაპარაკოთ, ესენი დასაკვდება კემპით და თან ვასვარკო. პრობლემა არ არის, ანუ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. აი, დავით. პრობლემა არ არის. ესენი დასვაგდა. გარედან მე პანელებს გაუკეთებთ. ეს მზად არის რამაზა. მანდ მოვიდე. იბეს მე გაგიჩერებ, ახლა ლიბიეს და ინახე შენ. გამოცი მელანო. აი შესაჭრელია გზედა. ო, მარა. მეთქი. აჰა. არა, მე ვიმხედე. ესე იგი, ახლა დავიწყებთ გარე გამოყენების ფანერის მიმაგრებას, იქით ამხერა, აქ ბუჩქებია, მაგრამ არ აუშავს. ჩვენ ყველაფერს ზლად ვართ. თოის პოლიციის რეინჯერები, ეს სირა არის დათო? რატო მოვიტანე, იცი? ჰა? პრობლემა არა, მე. თუ დაეცი დაგენძრა. ეხლა ერთ დავიქნევ ხელს და ყველაფერი გამძვრება. ტოსენი შურუპი. რამაზან მზად ახარ თავდადებისთვისა. რა, ეგა ჩამოდებული აქვს მაინც. აღარა. და. კარგი, პირველ ტრუბა კვადრატზე ვაკეთებთ. რუიანის ძირში ვაკეთებთ მაშინ. სო. მოწი. აჰა, აღარ მოდის და. მომიცი. აი ეგ პიზდა. რატო? აცდა. რუიანს აცდა. რუიანს უნდა აცი. ერთი რაღა გასწორდება ესა, სისწორეზე. მე უკვე ზევით სხვა ცვლილება რო აღარ მოგცეს არის. ამის გადაჭრას მარტივად შიგნიდან ფიცრებით გადავამაგრეთ, ძალიან მარტივია. წავიდა. სარკინის საჭრელი შურუპი ქუდიანი რომ კარგად დაიჭიროს.
კარგად თუ მეწეხი ეგრევე ხორიტავს. ო, იმიტომ რომ ეს აღარ უნდა გამეგეცეს. იმის კინოზე არ ჩამოვჭდი მაგ. ო, მადაც კი. ესე იგი მოვშით თლიანი შენობა ეს იყო პირველი ნაწილი შენობისა იმი რომ ტომ შიდა მოწყობა მალე გაჩვენებთ მალევე დაიდევა მეორე ნაწილი დათმუნება შიდა გარემონტება და ჭერის გაკეთება ეგიც მალე იქნება და დაგვიწერეთ კომენტარებში ესეთ შენობაზე ვის აგიშენებიათ და რამდენი გადაგიხდიათ ყველაზე ძვირი დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა წავედი აბა კარგად